დღეს გორის მუნიციპალიტეტის 2021-2025 წლების მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა. მომდევნო საკრებულო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 14 დღეში ჩაინიშნება. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ გასული 4 წელი თრიალეთთან შეაჯამა. კითხვაზე რჩებოდა თუ არა ის თვითმმართველობაში, თქვა რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. თუ რიგარიშემ არ მოგვიწია, და სანამ ეს არის ბოლო სხდომა, რიგითი სხდომა. დიდი ალბათობით რიგითი სხდომა აღარ მოგვიწევს. ამ აღნიშნულმა საკრებულომ, რომელიც 2021-25 წლებში პერიოდში იყო, შეასრულა თავისი აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ თემებში, რაც გორის მუნიციპალიტეტში არსებობდა. აქ იყო ყველა პროექტი, რომელიც მერე შემდგომ აღმასრულებლის, ანუ მერის მიერ იქნა განხორციელებული და ყველა საკრებულოს წევრი აქტიურად, აქ მე ხას უსვავ ოპოზიციაც, ოპონირების მეთოდში ხან გადამეტებულიც იყო თემები, მაგრამ საბოლოო ჯამში პროდუქტიული იყო ამ საკრებულოს მუშაობა. და ვფიქრობ, რომ შეასრულა ის მისია, რაც მას ჰქონდა მოსახლეობის წინაშე, ანუ ვინც აირჩია, მათ მიერ, ესე იგი, დასახული მიზნები განხორციელებული იქნა ამ საკრებულოს მიერ. და აქვე მინდა მომავალ 25-29 წლის საკრებულოს, რომელიც უკვე თითქმის დაკომპლექტებულია, უბრალოდ ჩატარდება სხდომა და მისი უფლებამოსილება იქნება ცნობილი, მინდა წარმატებები უსურვო ჩვენი მუნიციპალიტეტის და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღე. თუ გითხათ, ვინ მოიაზრება მომავალ საკრებულოს ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი არაფერი. თქვენსაც ჩვენ გქონდა საუბარი ამაზე წინა ინტერვიუებში. არ ვიცი, ჯერჯერობით არა მაქვს მე. თვითმმართველობაში რჩებით? აღმასრულებელია, მე ჭვება რომ თვითმმართველობაში დავრჩე, არა მგონია, ძალიან დიდი ალბათობით. არ ვიცი. შეიძლება რაღაცა, მაგრამ შეიძლება კერძო სექტორშიც ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე არა ვარ ჩამოყალიბებული, ალბათ მოვიცლი მაგისთვისაც.